30 სექტემბერს დამეწყრილი ღვერკისა და ხემაღალის მოსახლეობას გეოლოგები, ხარაგაულის ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები შეხვდნენ. შეხვედრაზე მოსახლეობას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიისგან დაკვეთილი მეწყრული პროცესების შესწავლის მიზნით ჩატარებული კომპლექსური საინჟინრო გეოლოგიური კვლევის შედეგები და სპეციალისტთა რეკომენდაციები გააცნეს. აღნიშნული კვლევა შეპესე გეოლოგიკმა ჩაატარა. შეპესე გეოლოგიკის ინჟინერ გეოლოგის მირზა მესხის შეფასებით მეწყერის გამომწვევი მიზეზი შესაძლოა იყოს როგორც ბუნებრივი, ისე ხელოვნური ფაქტორები. ორი პალეომეწყერი არის საბჭოთა გეოლოგიურ რუკებზეც და ისედაც ჩვენი კვლევის ფარგლებს გამოეკვეთა აქ არის, რომელიც გეოლოგიურ წარსულში არის მოხდა, როდესაც ჯერ ადამიანი საერთოდ არ არსებობდა და არ ცხოვრობდა და ზოგადად ამის მიხედვითაც ჩანდა, რომ ამ ფერდობს აქ ზოგადად ამ მეწყრის მიმართ მიდრეკილება. თუმცა მრავალი ბუნებრივი ფაქტორები და ძირითადად ბუნებრივი ფაქტორები იყო განხილული და კვლევაში დეტალურად არის ასახული, რამაც გამოიწვია ეს გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსი მერაბ გაფრინდაშვილი კატეგორიულად უარყოფს იმას, რომ მეწყერი რკინიგზის მშენებლობამ გამოიწვია. მისი თქმით, ღვერკსა და ხემაღალში მეწყრული პროცესები ბუნებრივი ფაქტორებით არის განპირობებული. ღვერკსა და ხემაღალში მეწყრული პროცესები 2016-17 წლებში დაფიქსირდა, ამბობს მერაბ გაფრინდაშვილი. საქართველოში 50,000-ზე მეტი მეწყერია. ღვერკისა და ხემაღალის მეწყერი დიდი რისკის ზონაა. მეწყრების ტოპ 3-ეულშია. მეწყერი ამ სოფლებში 43-47 მეტრს სიღრმეზეა ჩასული. იმის ქვემოთ კლდოვანი ქანები და ქვებია, ამბობს მერაბ გაფრინდაშვილი გამოცემასთან ჩემი ხარაგაული. კომპენსაციებთან დაკავშირებით მინისტრის მოადგილე ლევან ზაუდაშვილმა აღნიშნა, რომ გეოლოგიური დასკვნის მიღებას ელოდებოდნენ და ახლა თითოეულ დაზარალებულთან ინდივიდუალური შეფასების საფუძველზე სახელმწიფო მზად არის უზრუნველყოს როგორც მიწის ადგილმონაცვლეობა, ისე ფინანსური ანაზღაურება. მოქალაქეების საჭიროებების გათვალისწინებით მათთან კონსულტაციების გზით. კომპენსაციასთან დაკავშირებით ისაუბრა ხარაგაულის მერმა კობალ ურსმანაშვილმა. დასრულდა ტექნიკური ნაწილი, წარმოქმნილი იქნა დასკვნა, რაც შეეხება მეორე ნაწილს, რომელიც კომპენსირებას და მოქალაქეების გვერდიდგომას ითვალისწინებს, ამაზე მუშაობა დღემდე არ შეწყვეტილა. ჩვენ შეგვიძლია გადავიდეთ უკვე მეორე საფეხურზე, რაც მოქალაქეთათვის კონკრეტული დახმარებების გაწევას გულისხმობს. ხარაგაულის სოფლებში ხემაღალსა და ღვერკში მეწყერმა 113 ოჯახი დააზარალა, მათგან ნაწილი სახლები დაინგრა, ნაწილი კი ისეა დაზიანებული, რომ იქ ცხოვრება აღარ შეიძლება. გეოლოგიური კვლევის შედეგად სტიქიის ზონაში რეკომენდაციები კი ასეთია. იმ ტერიტორიებიდან, რომლებიც წითელ და ნარინჯისფერ ზონებში მდებარეობს, რაც მეწყერის გავრცელებისა და ზემოქმედების არეალს გულისხმობს, მოსახლეობის დაუყოვნებლივი გამოყვანაა საჭირო. აღნიშნულ ზონებში აკრძალულია როგორც სამეურნეო საქმიანობა, ისე ითად გადაადგილება. უნდა ჩაიკეტოს სოფლებში შემავალი საავტომობილო გზებიც.